გულწრფელად რომ გითხრათ არ იყო მოულოდნელი ის რაც ხდება ამ ფონდებთან დაკავშირებით, თუმცა ეხლა ყველაზე მეტად რაც შეიძლება გვედარდებოდეს არის ბანკების რეპუტაცია, იმიტომ რომ თქვა დაცულობა ამ შემთხვევაში ანგარიშების თუ კი არ არის მით უფრო სასამართლოს გადაწყვეტილება, თუნდაც ისეთი სასამართლოს პირობებში როგორშიც ჩვენ ვართ, ზოგადად აჩენს კითხვის ნიშნებს ნდობის თვალსაზრისით ბანკის კლიენტებთან მიმართებით და შესაბამისად მნიშვნელოვანია რომ ბანკების მხრიდანაც გაეცეს პასუხი რა ტიპის პროცედურები გაიარა თუნდაც ამ დაღებამ, თუმცა თუ კი ვამბობთ ამას რომ ეს რამდენად შეიძლება იყოს საფრთხე სხვებისთვის, ჩვენთვის ეს აღარ არის საფრთხე მართალი გითხრათ, იმიტომ რომ ანგარიშსაც დიდად არაფერი აღარ გვაქვს, მედიამ ისე დაიწყო ფუნქციონირება 2025 წლისთვის, რომ მანამდე ქართულმა ოცნებამ მოახერხა და შემდეგ უკვე ახალი ინიციატივებით დაამატა ის, რომ ყველა შესაძლო პარტნიორი განსაკუთრებით კომერციული მიმართულებით საერთოდ არ გყავდეს და არ გქონდეს შემოსავალი. ამიტომ მართალი გითხრათ, ეხლა ჩვენ ამას როგორც საფრთხეს ისე აღარ ვხედავთ. აი, საერთოდ საბოლოო ჯამში ის ინიციატივა, რომელზეც ეხლაც უნდა ვისაუბროთ, ცოტა უფრო სასაცილო და გროტესკურიც კი არის, იმიტომ რომ არსებობს რაღაც ზღვარი, რომლის იქეთ უკვე აზრი აღარ აქვს რა იქნება მიღებული და ქართულმა ოცნებამ ეს ზღვარი უკვე გადალახა. ისეთი ტიპის საკანონმდებლო ინიციატივები უკვე მიიღო 2024 წელს. სწორედ ამიტომ მას თავად უკვირს თუ ხედავთ თქვენ ხშირად უთქვამს ხოლმე რომ აი რატომ არ აპროტესტებენ ახლა ამ ინიციატივებს. აი მაუწყებელზე ხო დავწერეთ ახალი რაღაცა კატასტროფები, რომელიც ახლა ნაწილობრივ აპირებენ რომ გაავრცელონ ინტერნეტ მედიაზე, ხო? ლაპარაკი არის შინაარსობრივი რეგულირების პროექტზე. მეორე პროექტი აქვს ცალკე ფინანსური და შეიძლება მანდაც შეიყვანონ ონლაინ მედია. უბრალოდ ახლა მარტო შინაარსობრივ რეგულაციებზე საუბრობენ და იქაც მაშინ ამბობდნენ რომ აი რატომ არ გაქვთ ისეთივე პროტესტი, როგორიც ჰქონდათ ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონზე, იმიტომ რომ აზრი აღარ აქვს, ანუ ხაზი გადალახულია, ზღვარი გადალახული აქვს ქართულ ოცნებას და როგორც აი ანტიგონეობნება კრეონს რო ისე მატკინა უკვე აზრი აღარ აქვს, მეტი ტკივილის შეგრძნება შეუძლებელია და ახლობით ისეა ჩვენს ფინანსებთან მიმართებაში. ვერაფერს ვერ დავკარგავთ ის, რაც უკვე დაკარგულია. უბრალოდ ქართულ ოცნებას ვერ წარმოუდგენია რომ მარტო მატერიალური სახით, უბრალოდ ალბათ წარმოუდგენია, სწორედ ამიტომ აპატიმრებს ჟურნალისტებს, ისე როგორც დააპატიმრა მზია ამაღლობელი და რედაქტორებს და დამფუძნებლებს და ამ კუთხით უფრო წავა, თორე ახლა ფინანსური რაღაცა გამოგონებებით აღარ ვიცი რა შეიძლება მიაღწიოს, რისი მიღწევაც უნდა და ალბათ გარკვეულწილად არის მიღწეული. ზოგადად უნდა ვთქვათ და თვალი გავუსწოროთ იმას, რომ არ უდგას ჟურნალისტიკას კარგი დრო მსოფლიოშიც, სწორედ იმიტომ რომ სიკეთეს არ უდგას კარგი დრო მსოფლიოში, მაგრამ ასევე ვიცით ზოგადად ჟანრის ლოგიკა რას გვეუბნება და ნამდვილად კიდევ შეიძლება გქონდეს რწმუნება იმის, რომ ნამდვილად საბოლოო ჯამში ბოროტება დამარცხდება. ეს შემიძლია კითხრათ. კი ბატონო, ნათია და აი კიდევ ერთხელ მინდა აუხსნათ, აი დღეს იყო მაგალითად ისევ საუბრობდით ჩვენ, რომ უკვე სასამართლო პროცესებსაც ვეღარ გავაშუქებთ. არა მარტო ზოგადად მედია, ანუ ონლაინ მედიასაც კი ეხება ის შეზღუდვები, რომელზეც მუშაობს ქართული ოცნება. რა რეალობაში აღმოჩნდებით? ანუ შეიძლება ერთ დღესაც აი ამ ქვეყნის მოქალაქეებმა აღმოაჩინონ, რომ უბრალოდ ვერ მიიღებენ ვერანაირ ინფორმაციას, იმიტომ რომ ძალამ, რომელიც არის ხელისუფლებაში, ასე გადაწყვეტ. ანუ შეიძლება ამ მოცემულობაში აღმოჩნდეთ. ეს არის გასათვალისწინებელი გარემოება? ვერ შეიძლება. არა. შეუძლებელია ამ მოცემულობაში აღმოჩნდეთ და გეტყვით რატომ. ჩვენ გვიმუშავია პერიოდებში, როცა სასამართლოში საერთოდ იყო აკრძალული ფოტო-ვიდეო გადაღება. ის რომ კანონში შევიდა ცვლილება ფოტო-ვიდეო გადაღების შესახებ არის მათ შორის ჩვენი საერთო ბრძოლის შედეგი. ჩვენ მივახციეთ, პირადად მეც ვიყავი ჩართული ამ საკანონმდებლო ინიციატივებში, როცა დავუშვით არც თუ ისე არ მოგწონდა ის მეტი დაშვება გვინდოდა, მაგრამ ნუ რასაც მივახციეთ იყო რომ ფოტო-ვიდეო გადაღება დაუშვით ჩვენ სასამართლოში. ვერ ვიტყვი რომ ეხლა მანამდე ჟურნალისტები ვერ ვაშუქებდით, სიმართლე მოგვეძებნა თუ კი ამისი ძალა და მოწოდება გქონდა, იმიტომ რომ ეს არ არის პროფესია სინამდვილეში, რომელიც ეხლა გამდიდრებისთვის გვჭირდება, ხო? ვინც არის მოწოდებით ამ პროფესიაში, იპოვის სიმართლეს და მიაწვის აუცილებლად აუდიტორიას. მართალი გითხრათ, მაგ პერიოდისთვის თუ გავიხსენებთ, ვინ გვეწინააღმდეგებოდა ფოტო-ვიდეო გადაღებაზე, ახლა პირიქით არის გაგიჟებული იმაზე, რომ ეხლა ფოტო-ვიდეო გადაღებას გვიგრძალავენ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყო წინააღმდეგი, მათ შორის ჩვენი წრეებიდან, რომ ფოტო-ვიდეო გადაღება დაგვეშვა სასამართლოებში და ნუ ეხლა ეს მახსენდება გარკვეულწილად, ამიტომ ესეც დიდად ეხლა მართალი გითხრათ, რომ ძალიან შეშფოთებული ვარ, არა. ეს არის ნაწილი იმ პოლიტიკის, რომელსაც ქართული ოცნება აწარმოებს და ქართული ოცნება თავად უარყოფს ქართულ ოცნებას იდეებში, რომლითაც ისინი მოვიდნენ საერთოდ ხელისუფლებაში.
ეს მათი ტრაგიკული მხარე უფრო არის ვიდრე სიძლიერის გამომხატველი. ისინი აუქმებენ ქართულ ოცნებას ისეც როგორიც ის მოვიდა 2012 წელს და ამიტომ მათი ტრაგიზმი უფრო არის ეს ვიდრე ჩვენი ტრაგიზმი. კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ჩვენ მათ შორის ჩვენი წევრები და სულ ვიხსენებ ხოლმე ამას და რომ ჩვენი წევრი კომპანიები შეიქმნენ საბჭოთა კავშირის პერიოდში იმისთვის რომ მოეყოლათ სიმართლე და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის შესახებ ეცნობებინათ პირატულად მაინც აუდიტორიისთვის. კიდევ ერთხელ ამბობ რომ ეს არის პროფესია, სადაც ადამიანები ზოგადად სიმართლის მოძიების პროფესია არ არის მარტო ჟურნალისტიკის ნაწილი, მაგრამ დიდწილად ჟურნალისტიკის არის და ეს ნუ ხო ვერაფრით ვერ განადგურდება, რაც არ უნდა და ისედაც ამ განადგურებას ხო სჭირდება რესურსი. აი ვფიქრობ ხოლმე რომ ეხლა რასაც ცვლიან თუნდაც შინაარსობრივ რეგულაციაში მაუწყებლობის რა ტიპის მე ურჩევ რაღაცნაირად ხელოვნური ინტელექტი მოიხმარონ ამაში, იმიტომ რომ ადამიანის რესურსი არ ეყოფა ამდენ კონტროლს კაცო რომ ვინ რა თქვა, ვინ რა გაიფიქრა, შეუძლებელია, ამიტომ მართლაც ესე ურჩევ რომ განსაკუთრებით ჩინური ტექნიკა შემოგვთ ბოლო პერიოდში, შეიძლება აი ჩინელები ავითარებენ ძალიან ხელოვნურ ინტელექტს და შემოიტანონ სასწრაფოდ რომ რამენაირად აანალიზონ თითეული ჩვენგანი რას გავიფიქრებთ და რას გავაკეთებთ. მე ვფიქრობ რომ თავადაც ხვდებიან როგორი სასაცილონი გახდნენ ამ რეპრესიებში და მე ვფიქრობ რომ საზოგადოება ამას ყველაზე კარგად ხვდება და გრძნობს, იმიტომ რომ რასაც ის გრძნობს ალბათ მის ირგვლივ ახლა არის უფრო და უფრო ნაკლები ინფორმაცია, ხო? ამ თქვა უეფექტოდ ხო არ ჩაოლია ამას ყველაფერს. უფრო და უფრო ნაკლები ინფორმაცია, რომელიც მათ უშუალოდ სჭირდებათ იმისთვის, რომ თავისი დღე დაგეგმონ. ეს ინფორმაცია მეტის დამალვის მცდელობა იქნება, რაღაცაები დაიმალება კიდეც, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ყოველთვის იქნებიან ადამიანები ორგანიზაციები, შეკრებები, ჯგუფები, რომლებიც იმუშავებენ ამ ქვეყანაში, ამ ქვეყნის ინტერესებისთვის, მისი მოღალატეების საწინააღმდეგო. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ნათია კუპრაშვილი იყო ჩვენი ეთერის სტუმარი.